დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ფიროსმანის რწმუნებული დედოფლისწყაროს გამგებელმა ირაკლი შიოლაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა, როგორც თეიმურაზ მურვანიძის მეუღლე აცხადებს, გათავისუფლება რელიგიური ნიშნით მოხდა, რადგან ის მუსლიმანია, სოფელ ფიროსმანში მცხოვრებ მუსლიმანთა წინამძღვართან ახლო ურთიერთობა აქვს და სამთაწყაროში ქრისტიანების მხრიდან მუსლიმანების მიმართ გამოვლენილ ძალადობას გმობს. მურვანიძის მეუღლემ აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიაწოდა სახალხო დამცველს და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლობას, რომლებიც გუშინ რელიგიური დაპირისპირების გამო სამთაწყაროში იმყოფებოდნენ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს ირაკლი შიოლაშვილი, აცხადებს, რომ რწმუნებულის რელიგიური ნიშნით გათავისუფლება გამორიცხულია და მურვანიძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა. ის არც მუსლიმანობას უჭერდა მხარს, არც ქრისტიანობას. არ უარყოფდა ის მუსლიმანობას. ამის ნიადაგზე გაანთავისუფლეს სამსახურიდან. ბატონმა გამგებელმა ირაკლი შიოლაშვილმა, მაგრამ ის თვითონ ამბობს, რომ თვითონ მაგის ნიადაგზე არა. ეს გაანთავისუფლა. უთხრა, რომ სოფელში არის უმცირესობა მუსლიმანობის მომხრე და შედიმის მხარდამჭერი ხალხი. არც დანიშვნის დროს მიკითხავს მისთვის, რომელი რელიგიის წარმომადგენელი იყო და არც განთავისუფლების დროს, როცა განცხადება დამიწერა საკუთარი სურვილით, რომ წასვლა უნდა სამსახურიდან, არც მაშინ არ მიკითხავს, რომელი რელიგიის მიმდევარი იყო. ეხლა ვინც დავნიშნე, ისიც უმცირესობის წარმომადგენელია და ამ შემთხვევაში მე უბრალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით ხედავ რაღაც გაუაზრებელ პროვოკაციას.